15 დღიანი უალტერნატივო პატიმრობა აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკეტვის გამო ხელმეორედ იგივე ქმედებების სისხლის სამართლის წესით 1 წლამდე პატიმრობით დაისჯება. ოცნება დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონმდებლობას კიდევ უფრო ამკაცრებს. დაჩქარებული წესით იწყება საკანონმდებლო პაკეტის განხილვაც, რომელიც კონკრეტული პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის გაუქმების შემთხვევაში მის წევრებს პოლიტიკაში ყოფნაც აღარ შეეძლებათ. ოცნება თავდაპირველად ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას გეგმავს. ყაველაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 4 პირს ნასამართლობა მოეხსნა. ოკუპანტებმა ხარკოვში საავადმყოფოს ტერიტორია დაბომბეს. ჰოსპიტალში 100-ზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა. გასული დღის განმავლობაში რუსული თავდასხმების შედეგად 62 ადამიანი დაშავდა. მათ შორისაა საავადმყოფოს 50 პაციენტი. წყალდიდობას მექსიკაში 64 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად ითვლება 65. სტიქიის შედეგად 100,000-მდე სახლი დაზიანდა.